მოგესალმებით მეგობრებო. როგორც ხედავთ, ესეთ ლამაზ გარემოში ვარ. ძალიან საინტერესოა ზოგადად ცხოვრება. და ხანდახან მართლაც საჭიროა გადაიწვა რაღაცები გადააფასო ცხოვრებაში. ცოტა სხვანაირად შეხედო ყველაფერს. და მიხვდე რა არის მთავარი ცხოვრებაში. და რისთვის ღირს წვალება და საკუთარი თავჯამთრობის გაწირვა. იმიტომ რომ და მე ერთს ვიტყვი რა და ძალიან მთავარს დამატებითი ხელფასისთვის არანაირად არ ღირს საკუთარი ჯანმრთელობის გაწირვა. ნახე რაზე ვსაუბრობ, სავარაუდოდ ვინც ჩვენს დევთერაპიის არხს უყურებთ, მაგაზე კარგად ხვდებით. ზუსტად იცით ბოლო ეპიზოდს თუ უყურეთ, ჩემი ამბების შემდეგ ზუსტად იცით რაზე ვსაუბრობ და ბევრი რო დავფიქრდი, საერთოდ არ ღირს დამატებითი ხელფასის გამო რაიმეს გაწირვა, განსაკუთრებით ოჯახის გაწირვა, განსაკუთრებით საკუთარი პირადი ცხოვრების გაწირვა და რა თქმა უნდა განსაკუთრებით მენტალური ჯანმრთელობის გაწირვა. იმიტომ რომ რეალურად ხელფას და ფულს ყოველთვის იშოვი, მაგრამ იმ დროს რაც გაწირე მაგალითად ოჯახისთვის, შენი მენტალური ჯანმრთელობისთვის ძალიან რთულად დაიბრუნებ და ხშირ შემთხვევაში ვერ დაიბრუნებ. აი მაგალითად მე ვერას ვერ დავიბრუნებ ახლა რომ ჩემი შვილები რო იყვნენ 2 და 3 წლის. მაგ პერიოდს ვერ დავიბრუნებ. როცა შემეძლო მაგ პერიოდში უფრო მეტი დრო გამეტარებინა მათთან, უფრო მეტი სამახსოვრო რო უფრო მეტი მოგონება დამრჩენოდა. ეხლა რო ვიხსენებ აი თითზე ჩამოსათვლელი რაღაცები მახსოვს, მაგალითად 2021, 22, 23 წლებში რას ვაკეთებდი ბავშვებთან ერთად, ან ჩემ ოჯახთან ერთად. არ მახსოვს. ან ჩემს მეუღლესთან ერთად, საერთოდ არ მახსოვს. ეგ წლები მახსოვს მარტო ზაფხული, იმიტომ რომ ზაფხულში მივიდოდით ხომ დასვენებლად. დანარჩენი მთელი წელი არ მახსოვს, იმიტომ რომ რობოტივით მუშაობდი. და რეალურად რა დამრჩა? ანუ ზოგადად ისიც უნდა გაითავისოთ მეგობრებო და ისიც უნდა გავიგოთ ყველამ რომ ხელფასით ვერავინ ვერ გამდიდრდება რა. შენ ხელფასით უბრალოდ ყიდულობ დროებით კარგ ცხოვრებას. შენ ხელფასით მილიონებს ვერ იშოვი ლამბორჯინით ვერული და ფერარით ვერული. შენ უბრალოდ დროებით შენი ცხოვრება გამარტივდება, აღარ გიქნება რაღაც პრობლემები რაც გქონდა და მეტი არაფერი. და მე აი ამ დოპამინს შევწირე წლები. ბევრ ხელფას შევწირე წლები და ბევრ სამსახურს. რა თქმა უნდა ის შემოსავალი რაც მქონდა მაგალითად 4 პროექტიდან რომ მქონდა ერთ პროექტში, რა თქმა უნდა ბევრად კარგი იქნებოდა და რა თქმა უნდა ჯანსაღი იქნებოდა. მე არ მომიმას რომ ბევრი ფული ცუდია. მე მომიმას რომ უბრალოდ შენი მენტალური ჯანმრთელობის გაწირვა დროებითი სამსახურების გამო არის ძალიან ცუდი. და ზოგადად რა ხელფასი არის ყველაზე დიდი თრეფი, რაც კი საზოგადოებას და სოციუმს მოუფიქრებია, რომ შენ მოგცეს. რადგან შენ ყოველთვის იდგე ერთი და იგივე თრეფში. არ ვიცი, შეიძლება ჩემი სუბიექტური აზრია, შეიძლება ძალიან არაპოპულარული იდეა, მაგრამ მე ეგრე ვფიქრობ რა, რომ ჩვენ დეველოპერებს გვყავს ყველაზე დიდი მტერი, რის გამოც ვერ ვაღწევთ ჩვენს ლიმიტებს და რის გამოც ვერ მივდივართ რაღაც ეტაპის მერე წინ და რაღაც ეტაპზე ვაღწევთ ლოკალურ მაქსიმუმს ან გლობალურ მაქსიმუმს და იმის იქით ვერ მივდივართ. და ეს არის ზუსტად ხელფასი. იმიტომ რომ ჩვენ საკმარისზე კარგი ხელფასი გვაქვს, საკმარისზე კარგი შემოსავალი გვაქვს სხვა პროფესიებთან შედარებით და ეს ჩვენ იმდენად დიდ კომფორტის ზონაში გვაქცევს, რომ იმის იქით ხშირ შემთხვევაში არაფერზე არ ვფიქრობთ. შემდეგ ჩვენი მოვალეობები, ჩვენი ცხოვრების ხარისხი იმატებს და ეს ხელფასიც ისევ ისე გეხარჯება, როგორც რავი გეხარჯებოდა, როცა გქონდა 2000 ლარი ხელფასი მაგალითად. მე უფრო მეტი გინდა, არ ყოფნის. რეალურად ძალიან ბევრი ფული რო იშოვო და შენ ლიმიტებს რომ გასცდე, ხშირ შემთხვევაში უნდა მიხვდე რომ
ხელფასი არის შენი დროებითი ცხოვრების რაღაც ეტაპზე ის დახმარება, ის შემოსავალი, რითიც უბრალოდ ცხოვრობ. რამდენიც არ უნდა გქონდეთ 15,000, 10,000, 8,000, 20,000 ლარი ხელფასი, ამით ვერ გამდიდრდებით. მაგალითად მარტივად ავიღოთ 20,000 ლარი რო გქონდეთ ხელფასი და რაღაცა მინიმუმ ერთ ოთახიანი რაღაცა 70 კვადრატიანი სახლის ყიდვა რო გინდოდეთ თბილისის ცენტრში, რავი უნდა აგროვოთ მთელი ხელფასი რო გადადოთ, მაინც მოგიწევთ დაახლოებით 1 წელი, 1 წელი კი არა მეტი, დაახლოებით 2 წელი მოგიწევთ, რომ აი უხელფასოდ იცხოვროთ რა, 20,000 ლარი გაქვთ ხელფასი და ის სახლი რო ვიყიდოთ, 20,000 უნდა გადავდოთ. აღარ მაქვს საუბარი, ეხლა თქვენ რამდენს გააკეთებთ savings 20,000-დან ყოველთვიურ ხარჯებზე, გასავალზე, ვარჯიში, კომუნალურები და ასე შემდეგ, ხო? ამიტომ იღებთ სესხებს, ხო? სესხს რო იღებთ, ეგ რას ნიშნავს? იხდი რაღაცა ძალიან მაღალი პროცენტით მეც, ხო? აი რა ყველაზე მაგარი პროცენტი 11%-ში მოგცემს სესხი. მანქანა ავიღოთ, ისევ ყიდულობ სესხით. ისევ და ბოლოს ჩამოდიხარ 20,000 ლარი გაქვს ხელფასი. გაქვს სესხები. სესხებიდან რო გადაიხდი ყველაფერს რო დაფარავ, შეიძლება დაგჭირს 8,000, 9,000 ლარი ქეში ფული. ამით ცხოვრობ მთელი თვე. და მე რაღაც იდეა რომ მოგდის ამ ხელფასს ვერ წირავ, შენ ვერ რისკავ, იმიტომ რომ ამ ხელსაბანკო ვალდებულებები გაქვს. და ხარ ტრებში. გაქვს რაღაც სტარტაპ იდეა, გაქვს რაღაც მაგალითად პერსონალური პროექტის იდეა, რომელსაც სჭირდება დრო და რავი, სჭირდება რომ წამოხვიდე მაგალითად ამ სამსხურიდან და რაღაც უფრო ნაკლებ პასუხისმგებლობიან სამსხურში დაიწყო მუშაობა რა. ან რავი წამოხვიდე კაცო და შეგროვებული გქონდეს 1 წლის ფული და იმუშაო შენს პროექტს, მაგრამ ვერ იზამ მაგას, იმიტომ რომ სულ იხდი იმაში, სახლში, მანქანაში და სხვადასხვა სესხებში იხდი ფულს. და რა თქმა უნდა, ხა მე რაღაცა უხეშ რეალობას ვაწვევი ვიღაცამ შეიძლება აბსოლუტურად უკეთესად გავაცილოს ეს. უბრალოდ მე ამ ყველაფრით იმის თქმა მინდა, რომ ხელფასი არის ყველაზე დიდი და საშიში კომფორტის ზონა, რაც კი ადამიანს აქვს. იმიტომ რომ როცა ხელფასი გაქვს კარგი, რაღაც დროის განმავლობაში გონია, რომ რაღაც წარმატებას მიაღწიე რა. მაგრამ მე ხვდები, რომ რავი, რატომ არ შეიძლება უფრო მეტი გქონდეს? მაგრამ ნუ რაღაცეებში არის მაქსიმუმი, რა ხა რაღაც ხელფასი, ამ software engineer-ის ხელფასი რაღაცა პათოლოგია აქვს რა მაგასაც რა, რაღაც იმის იქით ვერ წახვალ. და მესმის ვიღაცა თუ მინიმალისტია კაცო, ვიღაცა შეიძლება 7,000, 8,000 ლარი გქონდეს ხელფასი და ძალიან კარგად იცხოვროს კაცო. წარმატებულიც იყოს, ბედნიერიც იყოს. მე მაგ მაგაზე არ მაქვს საუბარი. მე აქ მაქვს საუბარი ბევრ ფულზე, ძალიან ბევრ ფულზე, ძალიან დიდ წარმატებაზე, ხო? აი ძალიან დიდ წარმატებაზე მაქვს საუბარი. აქ არ მაქვს საუბარი რაღაც average ცხოვრებაზე, თუმცა არაფერს არ ვეჩი, რა თქმა უნდა, ძალიან კაი average ცხოვრება კაც. უბრალოდ იმას ვამბობ, რომ ხელფასი ხშირად ხდება ჩვენი bottleneck-ი. რის გამოც რაღაცეებს ვერ ვბედავთ, რაღაცეებს ვერ ვრისკავთ, რაღაცეებს ვერ ვაღწევთ. მაგიტომ არის, რომ მაგალითად რო შეხედოთ რაღაცა ვიღაც ტიპების success stories, ყველას აქვს დაწყებული, ყველა მაშინ მიაღწია წარმატებას უმეტესმა, როცა არაფერი არ ქონათ. რატო? იმიტომ რომ მარტივია მაგ დროს რისკებზე წასვლა. მარტივია მაგ დროს რაღაცები დააჩელენჯო და გარისკო. როცა უკვე რაღაცა გაქვს აშენებული, მან რისკი ძალიან რთულია. იმიტომ რომ ვალდებულებები გყავს, ოჯახის წევრები გყავს, რავი, უნდა პროვაიდერი ხარ ამათი და რაღაცებს ვერ რისკავ რა. და მაგ ტრებში შეყავ ხარ კარგი ხელფასი. იმიტომ რომ კარგი ხელფასი რომ გაქვს, რავი, გონია რომ რავი, ესა არა, მთელი ცხოვრება ესე მექნება და უნდა გადათვალო, მთელი ცხოვრება არ გიქნება. მე კარგი ხელფასი. აგერ რამოდენიმე წელს უნდა, მაგრამ მარტო იმ რეალობას მოგიყვანთ. აგერ რამოდენიმე წელს წინ ადამიანებს, მაგალითად software engineer-ებს 2020 წელს გვეგონა, რომ ჩვენზე იქნებოდა მუდამ მოთხოვნა და მუდამ 10 კომპანია მოვიდოდა ერთ software engineer-ზე. და ეგ რეალობა მართლა იყო 2020 წლამდე, 2022 წლამდე ეგ რეალობა მართლა იყო რა. კვირაში LinkedIn-ზე მომდიოდა 8 ოფერი, 7 ოფერი, 6 ოფერი, გასაუბრებები, რა თქმა უნდა. პირდაპირ ხელფასს მის შემოგთავაზებს. მაგრამ
იყო ეგ რეალობა. და რავი, ჩვეულებრივად ზოგი ფიქრობდა, რომ რავი, აი სულ მექნება მთელი ცხოვრება 3-2 სამსახური და რავი, ესე ვიქნები რა. მაგრამ შეიცვალა ეგ რეალობა, ხო? დღეს ძალიან ჭირს უკვე ეგრე ხარი-ხარალოზე სამსახურების შეცვლა. რატო ჭირს? იმიტომ რომ bare minimum აიწია. აღარ ჭირდებათ კომპანიებს რაღაც bare minimum-ი. ადრე რო solid პრინციპებით გაივლდი გასაუბრებას ეხა ეგ აღარ არის და ეხა მარტო ინჟინერი აღარავის აღარ ჭირდება იდეაში რა. ანუ ცოტა ბევრად უფრო კაი ტიპი უნდა იყო რა. რაღაცები შეიცვალა, რაღაცები ბევრად ტრანსპარენტული გახდა და შეიცვალა რეალობა რა. მით უმეტეს AI-ის ხანაში. და საერთოდ ახალ და რევოლუციურ ერაში ვართ ხო ჩვენ. და არ ვიცით რა იქნება 10 წლის წინ ხო დღეს რაც ხდება მაგის პროგნოზირებაც ხო ძნელი იყო და ეხლა წარმოიდგინე 10 წლის შემდეგ რა ძნელია რამე დააპროგნოზირო. ამიტომაც რავი დღესაც შეიძლება აღარ გქონდეს ეგ ხელფასი რა. ამიტომაც მოემზადეთ მეგობრებო, მოემზადეთ და არ დაითრაფოთ საკუთარი თავები რაღაცა დროებითი დოპამინით. და იფიქრეთ თქვენს პირად შემოსავალზე, თქვენს პირად პროექტებზე და იმაზე, რომ ერთ დღეს შეიძლება სამსახური არ გქონდეთ და რაც არ უნდა ჭკვიანი ტიპი იყო და კაი ტიპი იყო, შეიძლება სამსახურს ვერ იშოვოთ სამსახური მალე და ეს შემოსავალი დროებით არ გქონდეთ. ამიტომ შემოსავალს უყურეთ როგორც დროებით ყოველთვის და მაგაზე ნუ დაგიგმოთ რაც თქვენს შემოსავალზე შემდეგ 10 წელს, 20 წელს. ყოველთვის იფიქრეთ თქვენს მაქსიმუმზე და ყოველთვის იფიქრეთ, რომ ეს შემოსავალი მე რაც დღეს მჭირდება მხოლოდ იმისთვის, რომ ცხოვრება გავიმარტივო. მაგრამ რეალურად მომავალში მე უნდა მქონდეს ამაზე 10-ჯერ მეტი, 15-ჯერ, 20-ჯერ მეტი. და ეს მეგობრებო, დღეს რო შესაძლებელია, ეგრე არასდროს არ ყოფილა შესაძლებელი. დღეს ჩვენი სფეროთი. ყველას შეგვიძლია რაღაცები გავაკეთოთ და გავყიდოთ. შევქმნათ საინტერესო რაღაცები და ამით ულევი ფული ვიშოვოთ. ეხლა მამას მე იმიტომ გერ ვლაპარაკობ, ხარ მე უყვები შოვე და რაღაცა. არა, მაგრამ პროცესში ვარ. მუშაობ მაგ საკითხზე. მთელი ჩემი მაინდსეტი ადრე თუ იყო მაგალითად სამსახურების ძებნაზე და დამატებით სამსახურების შოვნაზე, ეხლა არის ჩემი მთელი მაინდსეტი არის მაგაზე, რომ მაქვს ერთი მთავარი სამსახური, ჩემი ოჯახი და ჩემი პირადი პროექტი. ამის იქით ჩემი ფოკუსი არ მიდის არსად. ნუ ვარჯიში რა თქმა უნდა. აი ამ წრეში მინდა, აი ესეთი სირკულაცია მინდა მქონდეს. ჩემ მეგობართან ერთად ვაკეთებ ახლა პროექტს, რაღაცას და კიდე სხვა იდეებიც გვაქვს. ისიც ჩემნაირი მოქქილია, ისიც ჩემნაირი ინსპირირებულია და მოტივირებული და რავი. ძალიან გვინდა რომ ეს ლოკალური მატრიცა გავარღვიოთ რა. და აღარასდროს აღარ ვიყოთ ხელფასზე დამოკიდებული. მოკლედ მეგობრებო, იმაზე მეტი შეგიძლიათ, ვიდრე წარმოგიდგენიათ. უბრალოდ რაღაცებს უნდა დაიჯეროთ ამის. ჩვენი ვიდეო გამოვიდა. იდეალური ამინდია, იდეალური მზეა. ცოტა D ვიტამინიც მივიღოთ. რაც ამ სახში გადმოვედით. საერთოდ სუწვიმებია, ამიტომაც დღეს გავიჯეჯელეთ. ჩემი შვილები მაინც არ გამოდიან გარეთ. ახლა გამოვყრი. ჩვენიერია. ძალიან კაია. რაჯობია ესეთ ამინც. არც არაფერი. აი, ეზოც დაგათვალიერებინოთ. იდეალური ამინდია. აბა, დროებით მოვრო.